Hi, vlogs actually და vlogs გადავიდა ვარ თურქეთში და გადავიდა თურქეთის vlogs. ახლა ჩავოვიდეთ ის ანუ ეს არის რეცეპშენსაც, ანუ არასდროს არ ვიმყოფებით, იმიტომ რომ იქეთ გავდივარ და იქით არის კოტეჯები. ეს არის ერთი ოთახი, აქ ჩემი მშობლები იქნებიან. ეს ერთი აბაზანა. და ახლა კიბე. მეორე სართულზე ავდივართ. სადაც იქნებიან, ვიქნებით მე ჩემი ძმა. ოპა. ეს არის მეორე აბაზანა. და აკვენი აივანი არ არის. არა, აივანიც გვაქვს. რა საყვარლობა. ძალიან მომეწონა. ესა მეორე აივანი და აქ გვაქვს აუზი. მოკლედ, წესად არ მილაპარაკია, რას ვაპირებ ამ ბლოგში, რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ იყო ძალიან სპონტანური საერთოდ არ მიფიქრია, რომ ოჯახთან დასვენებისას რამეს გადავიღებდი და რამეს სადმე დავუპოსტავდი. მაგრამ უცებთან სპონტანურად მომაფიქრდა და მომინდა გადაღება თან 10 დღის განმავლობაში რამის უნდა გავყავდე და ყველაზე იდეალური იქნება ალბათ გადავიღო YouTube-ისთვის რამაც და რა იცი რა ხდება იქნება ხალხს მოეწონოს ჩემი დასვენების შესახებ ბლოგი, იმიტომ როგორც ვიცი და ჩემთან გამომდინარეც ბევრს უყვარს ბლოგების ყურება. ვეცდები გაჩვენოთ მშვიდ და წყნარ დასვენებას ასევე მრავალი აქტივობით, იმიტომ რომ მე ვგეგმავ რომ დავისვენო წინის კითხვით და ფილმების ყურებით, თუმცა რადგან ბლოგი გადავიღე ხა. მაგას ხო არ გაჩვენებთ, ამას თბილისშიც ვიზამ. წავალ მრავალ აქტივობაზე, ვარ თურქეთში, ანტალიაში არა, იმიტომ რომ ანტალიის გვერდზე არის ქალაქი საათნახევრის გზაზე, კემერი ქვია და მანდ ვარ პასიური დასვენების სტილით არ დავდივართ ოჯახი. დავდივარ წელიწადში ერთხელ და შარშან ვიყავი ზუსტად ამ სასტუმროში. 2 კვირა ვიყავი შარშან, წელს ვარ 10 დღე, უკვე არის სექტემბერი, 1 სექტემბერი. ახლა წავიდეთ აუზზე და თან რამე ვჭამოთ. ვფიქრობ გადავიღო ფოტოები, ეს არის კიბე, საიდან სამოდიხარ და აი ამ ცხოვრობთ ჩვენ და ესე კოტეჯებს აერთიანებს ხიდები და აი ესე დაყოლებაზე და აი თელ ტერიტორიაზე, აი ძალიან უზარ ბაზარზე მართლა და აი აქ არის კალათბურთი. ესეთი კოტეჯებია და რეალურად ჩემ მშობლებს ზუსტად ეს მოეწონა, ძალიან კომფორტულია და ზღვას ძალიან უხდება და მაგის გამო ვართ ამ სასტუმროში და მაგით ვარ შეჩეული. წინ არის აუზი და იქითაა ზღვა, მართლა 2 წუთის სავალზეა. მოვე დაფა, სადაც ხატია ანიმატორები, ესა DJ მგონი, იმიტომ რომ შარშან იყო. ესა ქართველი, როგორც ვიცი. და შარშანაც იყვნენ და მაგიტომ მეცნენ. აქ არის აქტივობები, რა დროს რა არის და ხო ეგენია, ძალიან საჭირო რაღაცა. Hi. Okay. ისეთი სიცხე ანაყინი ხელში ჩამოვნა. ახლა გამოვიცვალეთ და წავიდეთ ვახშამზე. სამოვთ ვახშამია დინარზე კრავიჩ. ეს არის მაღაზიები, ცოტა ბუტიკები და რაც მაღაზიას და სალონიცა, შარშან სალონიც ვნახე.
გვაქვს ესეც. ანუ ხო ვიღებ ვიდეოს და თქმა გაჩვენი მქონია მოკლედ. დღეს ბენჩინური დღე იყო ჩვენ სასტუდიოში და ვაფშე და ეს წასები იყო და ძალიან გული წამები ვარ. აუგრა ეს ვაფშე. და ხათამ მეტი არაფერი. დღეს დაიწყო ნაბრადილა. გუში საღამოთი. ისე დავიღალე რომ იუბრალ გავიშე და დავიძინე და არც არ გავსვარ ეხლა წავიდეთ შევჭამოთ წავიდეთ ზღვაზე და დღეს უფრო აქტიური დღე გქონდეს ვიდრე გუში, იმიტომ რომ გუში მე ჩამოსვლის დღე იყო და დაღლილები ვიყავით და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ზღვის გარდა თან ზღვამაც ძალიან დაგხავა უპათავი ნებისმიერ დაგიკეთებს Muzejmene. Wow. Wat handelen we al zo? Het schouder van het lichaam. Eigenlijk hebben we alweer dat vast zo. Ik had het helemaal uitgeschreven. Nog het. Wat is het? Persoonlijk heb je erin gehad. Persoonlijk heb je erin gehad. მაგრამ ახლა მოხესეთი ფეგმები რა ცოტა ჩავდეთ წყალში შემდეგ გავუშვათ და რამე აქტიობაზე წავიდეთ იმიტომ რომ ჯერ ძალიან ადრე აჯერაფერი წევია თან ცხელა და მინდა რომ გავგილდეთ და მე დავხვიდეთ აქტიობაზე მაგის შემდეგ საუბრობია ზღვაზე ჩამოვიდეთ არ ვიცი ნახოთ მე Dobra, şimdi tetiği çek. Bas. Aman orada. Giderken su şişesini vurmuştum, onun için gaza geldim. Bak bu kız işi biliyor. Vallahi terk edin. Üçünüz de gidin. Bak bu kız işi. ახლა ვიყავი არაღით სროლაზე და მეორე ადგილოსანი ვიყავი და მე წავაგე მგონი და 3:30-ზე არისო შვილდისიდან სროლა და მაგასაც წავიდეთ, მაგრამ ეს კიდე მეხერხებოდა იარაღიდან სროლა და იმაზე ასე არ ვარ ხალ. ზღვაზე ვცურავდი, ზურგზე ვიწევდი და პატარა ტალღამ განმოვაფარა სახეზე, ცხვირში ჩამოვიდა წყალი. ხალხო, მეგონა მოუკვდებოდი, ისეთი მარილიანი წყალია, აი არ ვიცი, ანუ აი საშინელება, აი კიდე მეწვის, აი აქ ყველაფერი მეწვის, არ ვიცი რანაირად, აი რა არ მოწონს სასტუმროში ცით. ყოველთვის ყველგან ინტერნეტი ძალიან ჭედავს, ანუ არ იჭერს Wi-Fi არსად და აი როგორ რაღაც არის ის აი ესე ვზივარ ჩემ ოთახში რომ დავჭრო Wi-Fi და ვიყურო სერიალს ან დავრეკო შეყვარებულს ძალიან დავტანჯა ქვედა სართულზე კიდე იჭერს ზედა სართულზე საერთოდ არ იჭერს ანუ აი საერთოდ მოკლედ გამოვიბრანჭა და მივდივართ სადილზე და დღეს საღამოთი არის ექსტრემალური რაღაც შოუ და შემდეგ ჩავიდეთ კლუბზე დისკოტეკას თროც ცეცხლიან და მან ეს მოუყურები ზარეს კაბა მაცვია ძალიან კაცი კაბა ტელეფონი დაილეცა ახლა შევდის დღეა იქ დაბადების დღე რაღაცა სუშები და სუშები ავყიდე კიდე დავიმატებ გამოვდივართ ხა კონცერტზე და ხმაური იქნება ამიტომ ვერ ვილაპარაკებ და უბრალოდ კადრებში ჭროს რომ აუ საომასა და Bye. San, magagatsay.
დავურიგა შემოსასვლელში Oldies and goldies. Let's dance all together. Vamos devam ediyoruz. Here we go, let's dance. Давайте Marco flash mob. Türkiye beraber eğleniyoruz. Hadi bakalım. ერთმან ჩილი მივიღეთ Russian girls. ეს ისეთება იყო ეხლა უკვე 12 საათი და ძის დრო მომივიდა ასე რომ მე და ჩემი ძმა ვეძვართ ნომერში დავიწინოთ და ალბათ ამას დასრულდება ეს ვიდეო და გამომწერეთ ამის ლაიქები და ვიქნებ მეორე ნაწილს გადავიღო